ექსპერტები ამბობენ, რომ თბილისში ხშირ შემთხვევაში პრობლემა გაზის მოძველებული ან უხარისხო მიწისქვეშა და მიწის ზედამილებია. ასევე უკიდურესად საშიშია კუსტარულად დამონტაჟებული სისტემაც. ისინი ურჩევენ მოსახლეობას გაზის სისტემა ამ საქმის პროფესიონალებს დაამონტაჟებინონ. სპეციალისტების თქმით, გაზის სისტემის უსაფრთხოების მიმართულებით რეგულაციები არსებობს, თუმცა არ არსებობს აღსრულება და მისი ზედამხედველობის მექანიზმები. რაღაცა ესეთი სითხე მიასხეს, შემდეგ წაუკიდეს ანთეს რაღაც ასანთით იქვე ნახეს და მითხეს რომ გაზი არ გამოდის. ეს იყო შემოწმება ძირითადად, რაც იყო მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ. ნინო ჭელიძემ ყასტრანს გაზის უფასო სერვისით ისარგებლა და გამათბობელი ჯერ კიდევ ზამთრის დადგომამდე შეამოწმებინა. სპეციალისტებმა მაშინვე უთხრეს, რომ საჭიროა მილების გამოცვლა, რადგან ამ მდგომარეობით გამათბობელი კუსტარულად არის დამონტაჟებული და პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მომხმარებელს ეკისრება. ვიდრე მილებს გამოცვლის სახლში ფანჯარა ყოველთვის ღია აქვს და ასეც ცდილობს უსაფრთხოების ზომების დაცვას. განიავება უნდა ხდებოდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მილების დაუშვათ კარადების უკან დამალვა, ასე ვთქვათ, და სპეციალური მოხმარების წესები ითვალისწინებს, რომ ეს მილები უნდა იყოს გაყვანილი აუცილებლად გარე ტერიტორიაზე და არავითარ შემთხვევაში სავენტილაციო შახტებში. გაზის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უსაფრთხოების პირველი წესი პროფესიონალების მიერ დამონტაჟებული სისტემებია. სპეციალისტების ნაწილი კი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას მომხმარებლებზე მეტად სახელმწიფოს და ოპერატორ კომპანიებს აკისრებს. დარღვეულია ის ნორმატივები, რომლებიც სახელმწიფოს თავად აქვს მიღებული. სიაფიდან გამომდინარე გადავიდნენ პოლიეთილენის მილებზე, რომელიც ხანძრის შემთხვევაში ადვილად აალებადია და აბსოლუტურად დაუშვებელია მსგავსი კომუნიკაციით გაუშვათ ექსპლუატაცია. გიორგი ჭაღიაშვილი მთავრობის მიერ 2014 წელს მიღებულ დოკუმენტზე საუბრობს, რომელიც გაზის სისტემების უსაფრთხოების რეგლამენტს წარმოადგენს. მისი თქმით, არსებობს რეგულაციები, თუმცა არ არსებობს აღსრულება და მისი ზედამხედველობის მექანიზმები. ის ქსელი, რითაც მომარაგება ხდება ჩვენი ქალაქის ცენტრალურ უბნებზე მაქვს ლაპარაკი, ძველ უბნებზე, ახალ უბნებზე არა. ამ უბნებში უკვე 60 წელზე მეტია. რაც ეს ქსელი არის ექსპლუატაციაში და ექსპლუატაციის ვადა აქვს სულ მაქსიმუმ 30 წელიწადი. ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რისი შესრულებაც პასუხისმგებელ კომპანიას ხელისუფლებამ უნდა აიძულოს. სპეციალისტები მიმართავენ მოქალაქეებსაც, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები და სიცოცხლეს საფრთხეში ნუ ჩაიგდებენ. მოქალაქეები თანხის დაზოგვის მიზნით თვითონ ამონტაჟებენ, თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს და ეს ხდება ტექნიკურად გაუმართავი. მოქალაქეებისა და გაზის მიმწოდებელ გამანაწილებელი კომპანიების პასუხისმგებლობის გარდა ახალი რეგულაციების საჭიროებაზე საუბრობს ენერგოომბუდსმენი. შესაძლოა ის სახლებში სპეციალური დეტექტორების სავალდებულოდ დამონტაჟების ინიციატივით გამოვიდეს.